ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA-ს მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Solar Orbiter-ი ჩვენი ვარსკვლავის სამხრეთ პოლუსის უნიკალური სურათები გადაიღო, რადგან ჩვენი მზის ამ რეგიონის ფოტო აქამდე არ მოგვეპოვებოდა. აპარატმა კადრები 23 მარტს აღბეჭდა და ისინი 11 ივნისს გაასაჯაროვეს. 2026 წლის დეკემბრისთვის ის ორბიტის 24 გრადუსიან ცვლილებას მიაღწევს, 2029 წლისთვის კი 33 გრადუსიანს. ეს ვარსკვლავის პოლუსების უკეთ შესავლის შესაძლებლობას მოგცემს. აქამდე მზე ამ რაკურსით არც ადამიანს უნახავს და არც რომელიმე ზონდს. პირველის მიზეზი ისაა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები ნათობის ეკვატორის პარალელურ სიბრტყეზე გადაადგილდება, რომელსაც ეკლიპტიკა ეწოდება. მეორე მხრივ Solar Orbiter-ი ერთადერთი აპარატია, რომელსაც მზის სამხრეთ პოლუსის ხედის მქონე ორბიტა აქვს. ამისთვის მან ბოლო რამდენიმე თვეში ტრაექტორია 17 გრადუსით შეცვალა და ეკვატორის დაბლა მოექცა, რამაც აქამდე უხილავი რეგიონი გამოაჩინა. ზონდმა ჩვენი ვარსკვლავის სამხრეთ პოლუსი სხვადასხვა სპექტრში აღბეჭდა, ხილულიდან ულტრაიისფრამდე. ამისთვის მან 10 სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა და შედეგად ამ არეალის საკმაოდ დეტალური გამოსახულებები მივიღეთ. მათ შორისაა მაგნიტური ველის სტრუქტურები და კონკრეტული ქიმიური ელემენტების სწრაფი ნაკადები, რომლებიც მზის ქარის შემადგენელ პლაზმას მიუყვება. ვინაიდან ასეთი დამუხტული ნაწილაკები მთელ მზის სისტემაში ვრცელდება და ეგრეთ წოდებულ კოსმოსურ ამინს განაპირობებს, მათი შესწავლა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა მზის 11 წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაში. გამოიწერე კოდის YouTube არხი, ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.